ბაზა, როგორ გესმით ჩემი მიპასუხეთ მიღება? Tutti aminti da qui, c'è vorrei. Grazie. თაშიც და ზღვაზეც სასურველი არის კარგი ამინდი. და კიდევ ერთი მსგავსება არის რომ თუმცა არანაირი ხელშეწყობა, მაგრამ აღმასვლას მაინც ვახერხებდით. 1999 წელს ტელევიზიაში ახლად მოსულმა დირექტორმა გულმოდგინედ დაიწყო ხელის შეშლა. 2000 წელს პროგრამა ირაო შევაჩერე. თურმე ძალიან ქართული ყოფილა. ვის აძლევდა ხელს ქართული დისკავერის გაქრობა? ჯგუფ ხომლის საფუძველზე შეიქმნა შემეცნებით გასართობი კომიქსი კოტორა. გამარჯობა, ეს პროგრამა მიწათ მოქმედია, მე ილაკლი ვარ. გამარჯობა, მე გვანცავარჩვენ ხევსურეთში სოფელ როშკაში მივემგზავრებით. ქალაქში გამოვიდა რა ვნახოთ თარაზმოვაგებებს. როშკაში საღამოს პირზე ვიქნებით, რადგან ქალაქიდან გვიან გავედით. აი ეს არის აბუდელაურის ტბები. უცხოელები უფრო ყრიან, ნაგავს თუ ქართველები? აი ზუსტად უცხოელები არიან ცელოფნის პარკებით რომ მოაქვს სოფლამდე მანქანით გზავდი და მე ქართველები უფრო ანაგვიანებენ აქაურობას სხვათა შორის. თავის ბუნებას, თავის ტერიტორიას ქართველი უფრო უნდა უფრთხილდებოდეს. ამისთან ბუნებაში ნაგავს დაყრის ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ მე არ მქონდა არ მერგო ბედნიერება ხომლის გამოქვაბულში ყოფნის, რამე თუ მაშინ მე ხომლის წევრი არ ვიყავი, მაინც ჩემი ბედი მაინც დაუკავშირდა ამ ხომს და თვითონ ხომლის მთას. მრავალ ექსპედიციაში მაქვს მონაწილეობა მიღებული ხომთან ერთად. ბევრი მწვერვალების გვაქვს დალაშქრული, ირაოში ერთად ვიყავით. უბრალოდ ამ ხომლის წევრობამ და ხომთან ურთიერთობამ თითქმის მთელ ჩემ ცხოვრებაზე მოახდინა გავლენა. დადებითი გავლენა მოახდინა. იმის მერე, რაც მე ხომლის წევრი გავხდი, იმის მერე თითქმის ნახევარზე მეტი საქართველოს ზურგჩათით და ფეხით შემოვიარეთ. ბევრი ნახეთ, ბევრი თავგადასავლები მქონდა. დღესაც ერთგული ვარ იმ ხომლის იდეების და მივყვები აი ამ ხომლის დროიდან, აი იმ ახალგაზრდობიდან არჩეულ ცხოვრების გეზს. ისევ ჩვენ ხომლელებმა შევქმნით პროგრამა მიწათ მოქმედი. ისევ ჩვენ ხომლელებმა მივიღეთ მონაწილეობა ძველი ქართული ხორბლის ჯიშების გადარჩენაში. საქართველოს და ყურძნის ისტორია ოდითგან გვერდი იწერებოდა. ვაზი, ყურძენი, ღვინო, ქვევრი ყოველთვის გაიგივებული იყო ქართველთან, საქართველოსთან, ქართველობასთან. ისეთ აღიარებულია, რომ საქართველოს კულტურული ხორბლის წარმოშობის სამშობლოა. ეს მტკიცდება დღეისათვის თვითონ ამ კულტურის მრავალფეროვნებით. ხორბლის გვარში შემოვალ 27 სახეობიდან 14 სახეობა მარტო საქართველოშია აღწერილი. ამ 14 სახეობიდან აი აქ წარმოდგენილია 5 სახეობა, რომლებიც ენდემურია და მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ გვხვდება. მცენარეული ამინომჟავებიდან ყველაზე მაღალი შედგენილობი ჩვენ ზანდური ხასიათდება ლიზინი. უმაღლესი შემცველობისა და ლიზინი მოგესწენებათ უწყობს ხელს ზდას. ზანდურს ეს განსაკუთრებული თვისება ჰქონდა ამ დედის კვებისათვის, მაგრამ დღეს უკვე ეს მოისპო და ალბათ მისი გამოყენება უნდა შევეცადოთ, რომ გავამრავლოთ, აღვადგინოთ იმუნური ხორბლის სამშობლოად ეგრეთ წოდებული.